მოვედით ლანჩხუთში, სოფელ მაჩხვარეთში, თანდილას მარანში. თანდილა არ მიგვირს რატო ქვია ამ მარანს, იმიტომ რომ ბავშვობაში ბიძაჩემებიც მე თანდილას მეძახდნენ. იმიტომ რომ ავთოს მოფერებით და შემოკლებით სახელი გურიაში, დასავლეთში თანდილა არის. მოკლედ და ვეწვიეთ ავთო თურქიას, რომელსაც აქვს უნიკალური ვენახი, გურული ძველი ჯიშები აქვს აღორძინებული და გავესაუბრებით, გავიგებთ როგორ აშვება და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და საით მიდის და აქვე გეტყვით რომ ამ სტუმრობის შემდეგ სოფელში რო ჩავალ, გავაკეთებ ბატკნის ბარკალს, ჩავდებ მიწაში და მაგ პრინციპით მიწაში მოვამზადებთ ბატკნის ბარკალს ასე ვთქვათ. დანარჩენ სხვა დეტალებს გზადაგზა შემოგაწყეთ. ეხლა ავთოს გაგაცნობთ. ავთო, პირველ რიგში მიხარია შენი გაცნობა და თან სეხნიაც რო ხარ, თან გურულს რო ხარ და თან გურულ საქმეს რო აკეთებ, ძალიან გამიხარდა და ერთი-ორი სიტყვით გითხარი, რასაკეთებ, საიდან მოდიხარ და რას აპირებ, რომ საით წახვიდე. მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის. მოკლედ, ჩემი ღვინოსთან ურთიერთობა დაიწყო 2015 წელს. თუ თავიდან და ვიწყებ, მე პროფესიით ვარ მომღერალ გალობელი ადამიანი. ჩემი პროფესია არის სიმღერა და გალობა და ყველაზე ახლოს რაც ამ საქმესთან მომნახე მეღვინეობა და მევენახეობა აღმოჩნდა და შესიზღვრს და ეს ორი საქმე ერთად ასე გამავიდა და უკვე 10 წელია რაც მევენახეობას მივსდევ. კი, საკმაოდ ისეთ დრო გავიდა, ახლა რომ დავფიქრდი, ბევრი დროა გასული და მოკლედ პირველი ნაბიჯები იყო ჩემი უნივერსიტეტიდან, როცა ანდრო ვარშალომიძის შვილმა მითხრა ესეთი ამბავი, რომ გურიაში ჩვენ გურულების გვაქვს ჯიშები, რა ის ადესა და რა ის ნოე მე თავს ვიწონებდი რა თქმა უნდა და ანდრო ვარშალომიძე ვინც არის იცის, არის გურული ღვინის გადამრჩენელი ადამიანი, ვინც უზურგეთელი. მთელი სიცოცხლე შესწირა, რომ დღევანდელ დღემდე მეეღწია გურულ ჯიშებს და მადლობა მას ყველა ეთერიდან მადლობას ვიმუნები და მთელმა გურიამ მადლობა უნდა უთხრას და მისი დამსახურება დღეს რომ ბევრ ოჯახში საკმაოდ იწურება, ჩხავერი ჯანის და მოკლედ ბევრი კაი ჯიშები. 2015 წლიდან დღემდე მივსდევ აქტიურად მოკლედ მევენახეობას, ვაშენებთ სხვადასხვა ჯიშებს სამეგობროში, საახლობლოში, ყველა ოჯახში ვეუბნები რომ დარგეთ, აუცილებელია, საჭიროა, იმიტომ რომ ვასთან ურთიერთობა არის ყველაზე დიდი განტვირთვის და სააზროვნო საშუალება, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ მუშაობის პროცესში ყველაფერი კაიზე ფიქრობ ადამიანი და ტვინის სავარჯიშო ამბავია თან ვაზისში მუშაობის დროს ყველაზე მეტად ფიქრობ 2-3 წლიან პერსპექტივაზე რაფერი მე ვიყო რა გავაკეთო და მოკლედ კომუნისტებმა რომ გურუს მუშალეს ვაზი ფიქრობ რომ აზროვნებაც ეცადეს რომ მეეშალათ და გამოვიდათ? არა, რა თქმა უნდა ვერა, იმიტომ რომ დღეს ოჯახში საკმელა გვაქვს და ჯანი გვაქვს და მტრედის ფეხა გვაქვს და ბევრი გურული ჯიშები. რაც შეეხება საკმელად ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის უკვე ბევრი მევენახისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშია თეთრ ღვინოებში რა თქმა უნდა და ვცდილობ ყოველთვის პოპულარიზაცია გავუწიო ამ ჯიშს და თუ მეუბნებიან რომ ცოლიკაური დავდგოთ, მეთქი არა, საკმელი დავდგოთ მიუხედავად იმისა რომ მე მაქვს ცოლიკაური, ეს მაინც არ არის გურული ჯიში, არის მოკლედ იმერეთის დამახასიათებელი, მაგრამ გურიაში გავრცელებული და დღეს ყველას ვეუბნები რომ საკმელად დარგეთ, იმიტომ რომ უფრო მაღალი ხარისხისაა ჩემი აზრით და ჩემი გემოვნური თვისებებით და უფრო გურულია და გურულმა უნდა დარგოს რა თქმა უნდა. ეგ თავისთავად. იცი რა მეინტერესებს? აი ჩვენ მაყურებელს რომ მივახვედ, რომ საკმელა რითი განსხვავდება რა სახელი მიუთითებს იმაზე, რომ საკმეველთან, ანუ მეტ არომატთან, მეტ სიმსუბუქესთან, მეტ ხალისთან, გურულ ადამიანთან, მე ყოველთვის ვეუბნები ადამიანს სანამ გასინჯავს, გურულო ვენაშიდან პირში გუშვა იმპერია ზუსტად საკმელას დალვია, იმას ვადარებ მე ყოველთვის. უფრო ხალისიანია, უფრო თხელია, უფრო მოძრავი ღვინოა და არომატული რა. სახელიც ამიტომ ქვია საკმელა, იმიტომ საკმეველივით უნდა გემოთ რა. შეგვიძლია რომ გავსინჯოთ და დავაგემოვნოთ, ამის გარეშე არ გამოაქვთ. ხო, რაც შეეხება სახელს, ეს სახელი ზოგს უკვირს, იმიტომ რომ გურიაში თანდილა რატო ქვიაო და მამა ჩემის ის იყო რა ქვია. საყვარელი სახელი იყო თანდილა, მე მეძახდა და ამიტომ მას მერე ღვინოსაც გადავწყვიტე რომ დამერქვა თანდილას მარანი და მე ღვინეობას და მევენახეობასაც. ავთო მოვლით რამე სირთულეებთან არის დაკავშირებული? ყველა ვას უნდა განსაკუთრებული მოვლა. რო გითხრათ სხვა ჯიშებთან შედარებით განსაკუთრებული მოვლა უნდა მეთქი არა, უბრალოდ რა თქმა უნდა ფერება უნდა, პატრონობა უნდა, რომ მე გასახელოს და ადამიანთანაც მოკლედ თავი მოგაწონოს რა. დიდება და მადლობა ღმერთს. თქვენ სტუმრობას გაუმარჯოს. მადლობა შენ მასპინძლობისთვის. აბა, გულწრფელი შეფასება. არა, რა უნდა მეთქვა, იცი რომ ესე და ნოტები მე არა. ახლა მისუნს დასუნე? ვერა?
აი რისი ნოტებია? რაღაც ხილი იქნება ხო უეჭო. ხო, არა, ბევრი ხილი აქვს. მცირედ ვაშლის იგნობა, ბუშმალას იგნობა. თუნდა მოსვა და კი, დალიო. კი ბატონო. აუმარჩოს. ხო და მეიტანით მაჯიხები ახლა და. აუ რა. ისეთია ხელი და სასიამოვნო დასალევი არის რა. ოიჯა, ეცე კიდე მევიდა ჯიქებს. მოგძანდით? და ისე რა ხილის ნოტებს უნდა ველოდო. სიმართლე გითხრა, ჩემნაირად ხარ ხო? არა, შენარად არ ვარ, მაგრამ გადამეტებულებს ვერ ვიტანი, რაღაცა ბუშმალა იგზნობა და ტყემალი და კი რაღაცა სიმჟავე და არომატული და ხასიათებები აქვს, მაგრამ რავი, ესეთი ხასიათი აქვს რა, სუბუქია, ჭიქებს მევიტან ახლავე. ავთო, ეხა საკმიელას წკრივში ვართ ხო ასე? კი ბატონო, ამას ნატრულობდი თავიდან, როცა ვაშენებდი, მოკლედ გონებაში ყოველთვის მქონდა ესეთი რიადები და მწკრივები. ჩვენ კი ვსაუბრობთ მაყურებლამდე ვერ მივიდა ეგ ამბავი, რომ კიდე არის ტრედის ფეხა. კი, ტრედის ფეხა, ჯანი, ჩხავერი, მოკლედ ეს წითელი და თეთრი საუკეთესო ჯიშები, რაც თავიდან მოკლედ მირჩია ბატონმა ანდრომ და მე სხვა ადამიანებმა, ვისაც ცოტა გამოცდილება ჰქონდა, გემონური თვისებები იცოდათ, მაშინ გავაშენე და სატესტო საკმაოდ უფრო მეტი მაქვს რა თქმა უნდა, მაგ წითელი ჯიშები, რომელიც შედარებით ცოტა რაოდენობით მაქვს რომ გამეტესტა რა ხდებოდა ლანჩხუთში. იმიტომ კლიმატი ბევრჯერ შეიცვალა რა. ჯავახიშვილის აქვს ნაწერები კონკრეტულ სოფლებზე, კონკრეტულ ლოკაციებზე სად რა ჯიში მოდიოდა, მაგრამ აი 100 წლის უკან იყო და მეტი და დღეს შეიცვალა და შაქრიანობას რო ეუნები და ხალხს რო სინჯავს 23-ზე 24-ზე ადის, ცოტა გასაკვირი ხდება ზოგ-ზოგი ერთებისთვის, მაგრამ ფაქტის სახელზე რო ღვინო იდეალური დგება, გემონური თვისებები კარგი აქვს და მოკლედ ეს იყო ჩემი ოცნება, აქ მქონდა მამაჩემს ეგრეთ წოდებული ადესა. ხო და მეზობლებს უთხარი ჭრით ძირში მეთქი და მომზდევდა მთელი მეზობლო ამას რეიზაშოვი, შენ მამაშენის დაწიებულს ამას უშოვი და მესამე წელს თხოვდნენ ნერგი ხომ არ გაქვს ვეცვიდა. ხო და ნახე ავტორის თქმა მინდა მაგით, როგორც კომუნისტებმა შეგვიცვალეს ვაზი, ეგრე ცნობიერებად შეგვიცვალეს და ცოტა გურულს სიახლის ახმა გვიჭირს და მე მგონია რომ ეხა ჩვენაირი ახალგაზრდა თაობა კიდე გადავტეხავთ მაგას, იმიტომ რომ 100 წლის წინ ჯავახიშვილსაც და ბევრ სხვასაც ეწერა რომ გურული არის ყველაზე მაგარი სიახლის მიმღები. პირველი სიახლეს გური ატარებდა. ხო მე მაგარი ერთი ხრიგი ვიხმარე და საბედნიერო ჩაქარი გაძვირდა. და ეშველა ზოგ-ზოგი ერთებს. ხო და მაქანი რომ გაძვირდა შაქარი გადაუთვალე უცებ. შაქარი ამდენი იღებს ნუშობი წყალს, ცალკე ქენი ამბავი და ხალხსაც დუუჯდა ჯგუაში და მე მიხდა ამდენი პრობლემა ჯანმრთელობის რომ მოდის, აქედან მოდის რომ შაქარს იღებდნენ უაზროდ და ჯერ საერთოდ სხვა ხასიათის, სხვა არომატი ღვინოს არ უძახი, მე უძახი მაგას კრანჭას, ანუ კრანის და ჭისყლის ნარევს. ხო და ვისთანაც მივდივარ კიდევ არ სვამგლა ხაღვინოს და მეუნებიან შენ ახა იმ ფერ ღვინოს არ დალვე და მე ვთქვი დააყენე ფერ რომ დავლიო. და ღვინო არის, რასაც ქვია ნატურალური და რაც არის სუფთა. აუ და ჩვენ მაყურებელს კიდე იცი რა აუხსნათ, რომ არ გეგონოთ რომ მარტო ადესა ადიო და ხეზე და ადის. საკმიანად ხო ხეზე. კი, ყველა გურული ჯიში არის მაღლა. ყველა სკრიფავდნენ გიდელით, მაშინ ახლა მანამდეც არ იყო აქ მწკრიული სისტემა და სინა და თითო სარზე იყო ვენახი ასული და თორე და გურიაში გავრცელებული ყოველთვის თხემლაზე გასული ან სხვა ხეებზე მაღლა რაც სპეციალურად მორავდნენ, ჭრიდნენ და მე რამოდენიმე ადგილას დარგული მაქვს ხეზე ახლა სპეციალურად და იმ ღვინის ჩამოსხმა ცალკე მინდა მარტო უშუალოდ იმ მეთოდის, რომელიც 10000 წლების უკან ყენდებოდა, რასაც ქვია ხეზე გაშენებული ვაზი და საინტერესო იქნება ის ღვინო შეუწემლავად ყველანაირი ქიმიკატ, რა თქმა უნდა ქიმიკატს აქაც არ უშვები, სრულ ბიოწამლობაზე მაქვს, მაგრამ ყველანაირი მოვლის გარეშე გარდა გასვლისა რა. რა თქმა უნდა ხეზე როავა, ნუ ხის არომაცაც აიღებს და სხვა ვენტილაცია იქ მეტია, დაავადება ნაკლებად ადის და საინტერესო იქნება მეგონის დაგემოვნება მე რა. ამიტომ ყველაფერი კარგად. და ერთს კითხავ ჩემი თემიდან გამომდინარეც ისა ტოლმისთვის ვარგა ეს ფოთლები. დედა ჩემი მაგას მისდევს სანამ შევწამლავ ტოლმის და მომიგრიფე აბორარა. არა, იმიტომ რომ ჯიშსაც გააჩნია, აი მე მაყურებლისთვის ვიძახი რომ ტოლმა ყველა ვაზის ფოთლისგან არის. შენახული აქვს ახლაც დედა ჩემ შაშენდელი. რომელს გაუწევს საკმილას ან ჩვილი აქვს. ცოლი კაურსაც კარგი აქვს, მაგრამ საკმილას ძალიან ჩვილი აქვს და მოკლედ იმდენი წამლობა არ ჭირდება, რამდენი ცოლი კაურს. უფრო ნაკლები წამლობა ჭირდება და შესაბამისად ფოთოლი როცა ახალია, ეგრევე დედა ჩემი რო გადავტეხავ შესეულია რომ ტოლმიზა ვიღოთ მოკლედ კონდეს გახაზირებული ამბავი. ძალიან კაი ავთო, დიდი მადლობა თქვენ, მადლობა თქვენ.
ჩამოვედით სოფელში, გზად როგორც ნახეთ, გავიარეთ ლანჩხუთში, თანდილას მარანში და ცოტა შორიგზით მოგვიწია სახლში მოსვლა, მაგრამ რა თქმა უნდა, რომ შორიგზა მოიარა, შინ მშვიდობით მიდიო. ხო და მშვიდობითაც მოვედით და ძალიან საინტერესო რა მინდა მოგიმგზავნოთ. ეს არის ბატკნის ბარკალი, მაგრამ მეთოდი, რომელსაც ჩვენ მოვამზადეთ, ესაა უნიკალური და განსხვავებული. მინდა რომ ეხა შევასუნელო ყველაფერს ამას გიჩვენებ, მაგრამ მინდა რომ მიწაში გამოვაცხო ბატკნის ბარკალი. როგორ და რანაირად ამას ეტაპობრივად მოგიყვებით. პირველ რიგში დავამუშავე, კაი რა ფუმფო. პირველ რიგში დავამუშავე, ზედმეტი ცხიმი მოვაშორე, დუმას რასაც ეძახიან და დანარჩენი აპკი რაც ქონდა ბატკას მოვაშორე, რომ ძაფრი გემოები მოგეხსენებათ მიწაში როცა ჩაცხება ის ქონიც დადნება და უფრო ძაფრი არომატი ექნება. ამიტომ მაქსიმალურად გავასუფთავე და ეხა შევასუნელებ და გეტყვით რას და როგორ გავაკეთებ. პირველ რიგში ჩავჩხვლიტავ რამოდენიმე ადგილას და ნიორს მოვაყოლებ შიგნით. შემდეგ დიჟონის მდოგვის გამოყენებით, სოიოს, თაფლის გამოყენებით და სხვადასხვა სუნელების გამოყენებით ამას ყველაფერს ესე შევკაზმავ, შევფუთავ და მიწაში ჩავდებ. ეხა დეტალურად გეტყვით რა რის მერე უნდა გააკეთოთ. კარგი, პირველ რიგში უნდა წაუსვათ ზეითუნის ზეთი, ცხიმი მივცეთ, რომ შემდეგ დანარჩენი სუნელებით კარგად მიიღოს ხორცმა. კარგად დავამასაჟოთ. ეხლა ამ ყველაფერს იმიტომაც ვაკეთებთ, რომ მძაფრი, კი ბატკანია, მაგრამ მაინც მძაფრი სუნი რაც აქვს ბატკნისას, ეს ყველაფერი რომ გავიყვანოთ რაც შეიძლება ჩვენ და სასურველ გემომდე რომ დავიყვანოთ. აქედანაც ნიორს ჩავტენი. და ამ ყველაფერში მომეხმარება ზეითუნის ზეთი ხო წაუსვით. გამოვიყენებ დიჟონის მდოგვს. კიდეს უფრო საინტერესო არომატს მისცემს და განსხვავებულს. აჰა. აქ მაქვს როზმარინიც, უკვე ისეთი სეზონია, რომ ყველგან იყიდება, როზმარინი არ გაგიჭირდებათ ამის შოვნა. აი ეს ძალიან უხეშად რაც მოხდება, იმიტომ რომ როზმარინის მძაფრია. ასევე გამოვიყენებ ქონდარს, როზმარინიც მინდა იყოს და ქონდარიც, იმიტომ რომ ქონდარი მაინც უფრო ჩვენი ამბავია და ძალიან უხდება ხორცს. აჰა. აქ არის რამოდენიმე სუნელის სახეობა. აქ არის პაპრიკა, წითელი უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ცოტა სხვათა შორის არის სუხარიც ასევე, რაც უფრო იწოვს მე ამ ყველა სისველეს და უფრო საინტერესო ხდება. აი ესე ორივე მხრიდან მოვაყრი. და კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. თაფლსაც მოვასხა. და თაფლი რას აკეთებს? პირველ ეტაპზე ვიზუალურად დიდ სხვაობას არ მოგცემს. თუმცა შემდეგ ცეცხლიდან რო ამოვიღებ, მინდა მოვატარო ტაფა გრილზე, რომელიც გვაქვს აქ. და აი მანდ უკვე მომეხმარება, რომ გაიკეთოს ერთგვარი დამცავი ფენა, დამცავი არავისგან დასაცავი არაფერი არ ჭირს, უბრალოდ ფენა წარმოიქმნება, არ მინდა ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ მიწევს კარამელიზირებული ფენა გამოიყოფა, რომელიც შრეებს შორის დაიცავს ბალანსს, გემოების ბალანსს, ასე ვთქვათ. ეს პრინციპში ყველაფერი მზად არის და ეხლა გადავახვევ, პირველ რიგში გადავახვევ საცხობ ქაღალდში და შემდეგ ფოლგაში. აჰა. კიდე კაი არ დამავიწყდა. ცოტა ლიმონსაც ჩაუდებ. ამ ყველაფრის გამოყენების შემდეგ დარწმუნებული იყავით, რომ
ძაფრი გემო ბატკნის ცხვრის საერთოდ გაქრება. ამას გადავახვევ. კარგად ჰერმეტულად უნდა დაიხუროს. თუმცა პირველად ქაღალდით როცა ახვევთ, არაა ძალიან აუცილებელი თან გადაყოთ, იმიტომ შემდეგ უკვე ფოლგითაც უნდა დავფაროთ ეს ყველაფერი. აჰა, ესე გამოიყურება. ესე იგი ნაკვერცხალი ქვემოთ არის, ქვებიც ჩაუდე, რომ სითბო უფრო შეინარჩუნოს. ეხა ჩავდე პირდაპირ და ზემოდანაც ნაკვერცხალს დავაყრ. შემდეგ მიწა და დაველოდებით მინიმუმ 4 საათი სადღაც. სანამ ბატკანი ორმოშია და ითუშება, იხარშება, გავიდა სადღაც დაახლოებით 6 საათი და უკვე ბოლოსკენ მიდის, მზად იქნება და ამასობაში მოვამზადებ соус, იოგურტის соус, რა თქმა უნდა, რომ უფრო ჰაეროვანი, ნაზი, მისმა ნაკლებად მჟავიანმა ლიმონს დავამატებ соусში და სიმჟავეს მოუმატებს. ეს ყველაფერი ერთობლიობაში რომ სასიამოვნო და გამაგრილებელიც იყოს, ასე ვთქვა და ასევე კარტოფილს ჩავაგდებ ღია ცეცხლში, რომ ცოტა დაიწვას დრო, ბატკანს ძალიან უხდება აი ამ სამის კომბინაცია, იოგურტის, კარტოფილის და თვითონ ცხვრის ხორცის. რა თქმა უნდა, მე ყოველთვის მეუგალის იოგურტს ვიყენებ, 100%-იანი სუფთა ნატურალური რძისგან დამზადებული. ძალიან კარგად 100%-ით ასე ვთქვათ გაწურული, რაც მნიშვნელოვანია იოგურტის გაწურული მაწვნის შემთხვევაშიც. ეს მარტივი არაა, რომ 100%-ით იყოს გაწურული. ასევე დავამატებ 150 გრამ მეუგალის იოგურტს ერთ კბილ ნიორს. ცოტა ლიმონის წვენი, ასევე ლიმონის ცედრა. ոնց ეცადეთ, რომ თეთრები არ გააყოლოთ, რომ ის წყლარტე გემო არ კონდეს соус. და ძალიან ცოტა წვანე წიწაკა ფერისთვისაც ძალიან კარგი იქნება ამოანათებს და რა თქმა უნდა სიცხარეს ზომიერ შემოიტანს. ძალიან წვრილად დავკება. აჰა. კარგი, ეხლა კარტოფილები წავიღოთ ცეცხლში, ჩავყაროთ და დავიწყოთ ბატკნის და საგანძურის ამოთხრა.
ახლა გავხსნათ. ოხშივარი ამოვარდა. წვენიც ჩათუშულია კარგად. გავხსნი ბოლომდე. აჰა. ეხა ამას უბრალოდ როგორც ვთქვი, ცეცხლზე მოვატარებ, რომ დამცავი შრე ბეჭედი ასე ვთქვათ, გაიკეთოს და კარამელიზება გაიკეთოს და მერე უკვე ამ ყველაფერს ერთად ავაწყობ. ცოტა ცხელია. აი იშლება ხორცი, აი. ოჰოჰო. აუ, აქვე უნდა გავსინჯო. არანაირი სუნი ამას არ აქვს. არც რამე ძაფრი გემო. პირიქით იმ სუნელების სასიამოვნო არომატი აქვს, რაც გაუკეთეთ. წავედით. ცოტა ზეითუნისიც მოსხა. გახურებო გრილს და მოვატარებ. ამასობაში ყელსაც გავიგრილებ. ცოტა მსხვილ მარილს მოვაყრი. აქვე. აქვე ციცაკებს მივუყრი. კარტოფილს ძალიან უხდება ყველი. და პარმიზანს მოვაყრი ცოტა ჩადნება კიდევაც, იმიტომ ჩავჭერი. ჩამოვათლი კარგად შემწვარ ნაჭერს. იშლება. აი შიგნით მოყვა ნიორი კიდევაც, რომელიც ჩავდე. აი ფერზეც ეტყობა, რომ არის იდეალურად მომზადებული წვნიანი. ცოტა соус დავადებ. ცოტა ციცაკასაც მოვკრიჩა. ძალიან ჭკვიანი იყო ჩვენი წინაპარი რა. ტყუილა არ დებდა ესეთ ხორცებს მიწაში, იმიტომ რომ საოცრად ნაზი, არომატული და
აი განსხვავებად ამას ღუმელში ვერ მოამზადებ. შანსი არა, თუ ახალი ტექნოლოგიები არ გამოიყენე და ვაკუუმის სუვიდის დახმარებით ზუსტად აი ესე არ შეწვი, ისე ღუმელში სახში ამას ვერ გააკეთე. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ ერთხელ მაინც ცადეთ, როცა სოფელში იქნებით ან აგარაგზე სადმე ამოთხარეთ მიწა და იმ მეთოდით, რა მეთოდიცაც მე გავაკეთე, აუცილებლად გააკეთე. იმიტომ რომ ძალიან გემრიელია და ძალიან საინტერესო და ნაზი არის, რაც მთავარია. აქ ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ბატკნის რამე გემო გამაღიზიანებელი ან ცხვრის ან დუმის დაყვებოდეს ამას. საერთოდ ვერ მიხვდებით, რო არ მეთქვა ეხლა ეს რომ ბატკანი არის. ძალიან გემრიელი. გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ და გვერდში დაგვიდეკით.